ჰალო, როგორ ხართ, ჩემი საყვარელო ერო? გადავწყვიტე ლობიოს ჭამის დროს ჩავერთო ეთერში. გვირგვინი დავასვენე ცოტა. დიახ. ხომ არ მოგაბეზრეთ თავი ჩემი გამოსვლებით. მეგობრებო, ქვეყნის საქმეები კეთდება და როგორ შეიძლება რომ თქვენ არ გაგიზიაროთ ეს ქვეყნის საქმეები? ამიტომ ახლა როდესაც ამ ლობიოს ჭამის დროს ვისვენებ, შემოგიერთდით თქვენ, თორე სადამცალია მაგისთვის ხან პუტინს შევხვდი და ხან კიდე ტრამპს. ხომ არ გაგიკვირდათ ჩემი ასეთი საქმიანობები? მეგობრებო, ხომ გითხარით გაგაკვირვებთ მეთქი? გაგაოცებთ მეთქი, ხომ გითხარით? ხო და გაგაოცეთ. არა, გაგაოცეთ, არა, გაგაკვირვებთ. კუდა ვირის ველი ხართ და აბა სხვანაირად როგორ გავაკეთო? ჯერ არ გაოცებულ ხართ, ჯერ ერთში ხართ გაჭედილი. ხო? თეთრი ლობიო ძალიან სასარგებლოა. მე რა ვიცი თუ სასარგებლოა, მაგრამ ვჭა. ხო, ეხლა თქვენ ის მითხარით, როგორ მოგეწონათ ჩემი კაბები და გვირგვინები? ოქროები აგერ მიდევს ოხრად მიყრია უკვე იმდენი მომართვეს. ხო. დამიწერეთ, რა შევცვალოთ ჩემს გარეგნობაში, ის კაბები, რომლებიც მომართვეს და შემიგერეს, ცოტა სხვა ფერის ხომ არ ავიჩიო, მაგალითად ლურჯი, ვარდისფერი, მწვანე, ოქროსფერი, ხო, რაღაც ლილასფერი, რა ქვია მაგ ფერს, შემახსენეთ. ელექტრიკიო თუ რაღაც ესეთი. რა ქვია მაგ ფერს? გაზრდა. არა, ვიოლეტი. არა, რა ქვია მაგ ფერს? რაღაცა ქვია, სპეციფიური სახელი აქვს. კი დავწერე ყველა ფერს ვიცნობ მეთქი და როგორც ჩანს არ ვცოდნია ყველაფერი. მეგობრებო, თქვენ წარმოიდგინეთ და ისე გადავიღალე ამ სტუმრიანობებით, თქვენ ხედავთ როგორ სულ უნდა ვიჯდე კოხტად ესე გაჭიმული, გამართული, თავი მაღლა, მკერდი გარეთ, სულ სიცილი, სულ ღიმილი, დამღლელია ესეთი ამპლუაში ყოფნა. სულ გუშინ განსაკუთრებით მთელი დღე სტუმრიანობები მქონდა. კიდე სურათები სადაც არ გადავაღებინე, ახლა ძალიან პირადუნები ვინც მე სტუმრნენ. მეგობრებო, იმ სურათებსაც მე ვეცდები რომ გამოგილაგოთ და ჩემი ლობიოს ჭამა მორჩა, მეგობრებო. ახლა რაზე ვილაპარაკოთ? აბა მკითხეთ, ქვეყნის საქმეებს მოგიყვებით, აბა რა მოლაპარაკებები გქონდა ჩვენ გუშინ, მოგიყვებით ყველაფერს, თუ გაინტერესებთ, თუ არ გაინტერესებთ, მე დაგემშვიდობებით. ხო, გუშინ მითხრეს, რავა ყველაფრით ქეთი ედუგენაშვილს გავხართო. მე არ ვიცი ამ ქალის საწინააღმდეგო რა აქვს კაცობრიობას, მაგრამ ძალიან ნიჭიერი გოგოა ქეთი ედუგენაშვილი. ხო, ჩემგან განსხვავებით ქეთი ედუგენაშვილმა იცის რუსული, მე არ ვიცი რუსული. ასევე ქეთი ედუგენაშვილი მღერის განსაკუთრებულ სიმღერებს. ჩემგან განსხვავებით მეც მღერი ვარ განსაკუთრებულ სიმღერებს, ოღონდ ლაზარეს ენით. რუსულად და ქართულად არა. კიდევ რა აქვს განსხვავებული? ქეთის უყვარს შავი ფერები. მე სხვადასხვა ფერებს ვიცმევ ხოლმე. განსაკუთრებით ერთი და იგივე ტანსაცმელი მაცვია. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ გუშინდელს აქეთ, ეხლა სხვადასხვა კაბების ჩაცმა მომიწევს
საზოგადოების წინაშე ეხლა ხო არ წარვსდგები ერთი და იგივე კავით და გვირგვინით. რაც შეეხება ჩემი გვირილის გვირგვინა, როგორ მოგეწონათ გვირგვინი უпростоრად. ხო, როგორ მოგეწონათ, ეს არის კაის დიზაინი. კაი მოგეხსენებათ, ხელოვნური ინტელექტი არის. ძალიან მომეწონა, ხელოვნური ინტელექტს მივეწოდე რაღაცა აზრები და იდეები, განსაკუთრებით აი ეს სურათი მივაწოდე. უი, არა კაცო, ეს სურათი კი არა. ბოდიშით ეს რა არის? ერთი წუთით ეხლავე გაჩვენებთ. რაღაცა სურათები ავტვირთე, მაგრამ Facebook-ი ისე გამიწყრა, აღარაფერი არ ამატვირთინა და არც ეხლა მატვირთინებს. უყურე ამას. უყურე შენ, გამიბრაზდა. არა, სურათები აღარ გინდაო. მე მგონი ძალიან მეტად შევაშინე ჩემმა აღდგომამ, მეგობრებო, მთელი საზოგადოება ხელოვნური ინტელექტიც კი შეაშინა. არ მეგონა ესეთი მშიშრები თუ იყავით. მადლობა სოფო ვარდებისთვის. ღმერთო ჩემო, ნუ თუ ვეღარ ავტვირთავ სურათებს, ღმერთო ჩემო, იცით რა კარგი სურათი მინდა აგიტვირთოთ? შეგიძლიათ აი აქ ფოლგან გამიკეთოთ, გამომყვეთ არხზე, მე ძალიან ხიარული კოკო ვარ. განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებული. ხო, მაგრამ სურათი, მე მინდა სურათი. გავიგე ახლა. აი ნახეთ მეგობრებო, ყველაფერი ამ გვირგვინით დაიწყო. როდესაც ეს გვირგვინი დავიყურე თავზე. მერე ყველაფერი იასნი გახდა. არა მეგობრებო, მე მწვანე თვალები მაქვს, აქ უბრალოდ ეხლა არ არის განათება, თორე ხა სულ ყოველთვის განათება ხო არ მექნება, ისედაც საკმარისად დავდივარ გადაღებებზე და პროექტორები და ისინი აგერ ხო ხედავთ პატარა ბავშვს გული წაუვიდა, მიუხედავად იმისა, რომ ყურადღება არავინ არ მიაქცია. ხო და ხა მე რომ წავიქცე და გული წამივიდეს, ვინ მომაქცევს მე ყურადღებას? აგერ ბავშვები არ აინტერესებთ, თამარ მეფე ვიღას აინტერესებს საერთოდ, ხო და ახლა ჩემო კარგებო, მე რა უნდა გითხრათ, იცით, გამოფხიზლების დროა. ხო, მართალია ეს ბავშვი წაიქცა, იქ ხალხს ეძინა, მაგრამ ახლა გამოვფხიზლდეთ, ხო? ახლა მე რომ წავიქცე, ხო ვინმე უნდა ამაყენოს კაცო, ამის არის გული გამისკდეს, რა ხდება მეთქი ეს ვფიქრობ ამ ქვეყანაში, როგორ მოვედი მეთქი მეორედ ვფიქრობ ამას. აქ რამ გამაცოცხლა თქო, რაღა ამ დროში გავცოცხლდი მეთქი, რაღა სხვა დროში არ გავცოცხლდი, თქო კიდევ ცოტა რატო არ დავიცადე, სანამ ეს ხალხი არ გამოფხიზლდებოდა მეთქი. თამარ გამარჯობა, თვალების ირგვლივ ცოტა მუქი ფერი ბუნებრივად გააქვთ. მარი კუპრი, მე მინდა გითხრათ, რომ რადგან Facebook-ი მე ყველაფერში ხელს მიშლის, ასევე ჩემს თვალებსაც ამუქებს. რა ვიცი, ალბათ ბუნებრივად, მაგრამ შესაძლებელია Facebook-იც ამუქებდეს. მე რა ვიცი, აბა. თქვენ უნდა ვნახოთ ლაივში, მოხვიდეთ ჩემთან და ვნახოთ. ჩამხედოთ თვალებში და ყველაფერს გაიგებთ, ყველაფერს. მე რო ვთქვა, რომ არაო, თქვენ მაინც იფიქრებთ კიო. მე რომ ვთქვა, რომ კიო, თქვენ მაინც იფიქრებთ არაო. რა ვიცი, კაცო, კაცია და ბუნება, ხო იცი, როგორ ხდება ხოლმე ამ ადამიანების თავში, ყველაში ხო ვერ ჩავიხედავ ხა. უბრალოდ მაგის დრო არ მაქვს, თორე შემიძლია კი. ხო, მეგობრებო, ეხლა მინდა გითხრათ, მე გუშინ გარდა იმისა, რომ მოკლედ მთელი ამბები იყო, სტუმრიანობები, ესე უცბად არ ველოდი მე რომ ყველა მოვიდოდა ჩემთან და აი დღესაც კი აი შუა დღემდე სტუმრიანობა მქონდა, ხან ის მოვიდა იქაური და ხან კიდე უცხოური და ახლა მეგობრებო, მე მინდა კიდევ ის ერთი რაღაც გითხრათ. გუშინდაც აქეთ არის აღმოვაჩინე ერთი როგორ გითხრათ არც ვიცი, ცოტა თვალები შემიბლიცინდა. მოიცეთ ერთი წუთით, ეხლავე გაჩვენებთ მეგობრებო, ჩემი ახალი შეყვარებული, მოიცა, შემიყვარდა ეს ბიჭი ძალიან.
მეგობრებო, თუ იცით ეს ბიჭი ვინ არის? თუ იცით რა, თუ გინახავთ სადმე, მითხარით სად არის, უნდა მოვიწვიო ჩემთან. ნამდვილად ანიჭებს სათვალე გეგონება გიკეთიაო. რა ვიცი, მარი, ჩემ თვალებში თქვენ რომ ჩაიხედოთ, იმ ხელა სიღრმეა, რომ რას დაინახავთ, მე რა ვიცი, აბა როგორ გითხრათ, შეიძლება კიდევაც ღრმის გამო, სიღრმის გამო სიშავე და შეიძლება კიდევაც Facebook-ის გამო, მაგრამ ამ ბიჭზე მელაპარაკეთ, ეს ბიჭი თუ იცით ვინ არის? გვირგვინი ცოტა დავასვენე მეთქი იგდევს და წყალი რეცხავს, თორე ხო იცით თვალს იღებს ხოლმე გვირგვინი და ამდენი გათვალულობა არც მინდა ეხლა რა მოიცოდეთ ქალბატონებო და ბატონებო, თქვენ რომ იცოდეთ ბევრი საიდუმლოები, ასე კი არ იქნებით როგორც მე. ხო, ეხლა მეგობრებო, უბრალოდ ისე კი არ იქნებით როგორც თქვენ, არამედ იქნებით როგორც მე. ეს ბიჭი მომგვარეთ, ეს ბიჭი მე შემიყვარდა. არ ვიცი, მაგრამ ძალიან შემაყვარა თავი ამ ბიჭმა. ეს 2 დღეა ვუყურებ და გაოგნებული ვარ. როგორ მგავს, ნამდვილად ჩემი რეინკარნაცია, უпростоრედ წინა რეინკარნაციები, სად იპოვეს. ნამდვილად ჩემფერი თვალები აქვთ. აი, მოიცოდეთ, განახოთ. ეხლა არ ჩანს, კარგად ჩემნაირი თვალები აქვს ამ ბიჭს. ისე ვიფიქრე, ამ ფილმში, მეგობრებო, ანიმაციურ ფილმში, ეს ბიჭი დრაკონის როლშია, მეგობრებო. და ამ როლში მიანიჭეს ასეთი ამბავი, რომ როგორც ჩემი თვალები, ისე აქვს, მე ვიფიქრე, ხომ არ ვარ მეთქი დრაკონების წარმომადგენელი თქო. ოღონდ მე კეთილი დრაკონი ვარ, ეს ბიჭიც კეთილი დრაკონია. ნამდვილად რაღაცაშია საქმე, მეგობრებო, ლამის არის გვირგვინი გადავისროლო გვერდით და დრაკონს გავყვეთ ცოლად. ისე მომეწონა ეს ბიჭი, მაგრამ სად ვნახო, არ ვიცი. მე არ ვიცი სად უნდა ვნახო ეს ბიჭი, მაგრამ აუცილებლად უნდა ვნახო. მართლა არ ხუმრობ, შემიყვარდა უკვე. განსაკუთრებული გამოხედვა აქვს. აი, ნახეთ, მე თუ ვიპოვე კიდე სადმე მისი სკრინშოტი. ასეც ვერ იპოვი ვერსად, აქ დედამიწაზე უნდა წავიდე აუცილებლად სადაც ეს ბიჭი იქნება. აი, აქაც ნახეთ რა გამოხედვა აქვს, დედა გამაჟრიალა. არ მოგწონთ, მეგობრებო? არ მოგწონთ? მე ძალიან მომწონს ეს ბიჭი, რა ვქნა. შეყარებული ვარ ქალი, როგორ ვიპოვო ეს ბიჭი, სად ვიპოვო, გამაგიბინეთ მეთქი. რა დროს მეფობაა, კაცო, მოიცათ რა. ამბის მეფეები არ მოსწონს, ამბის მოსწონს მხოლოდ ჩვეულებრივი გოგოები. ეხლა მომინდა მაინც და მაინც მეფობა მეც რა. არა, ჩვეულებრივი გოგო უნდა გავხდე. ამ დრაკონის გული უნდა მოვიგო. ნამეტნავად შემიყვარდა მე ეს ბიჭი. მეგობრებო, ვინმეს ხომ არ გინდათ მეფობა, ჩემს გვირგვინს გადმოგცემთ და მე წავალ ამ ბიჭთან, რა ვქნა, ისე შემიყვარდა. ხო იცით, სიყვარული ყველაფერს დაგანებ, ყველაფერს, რას როგორ ამბობენ, ყველაფერს დაგავიწყებსო, ხო და აი ამ ჩემს ფეხებს ეს გვირგვინიც, კაცო, მივცემ ვინმეს და იმან დაიხუროს თავზე. ხომ არ იცით, მეგობრებო, სადმე იქნება აქ სოციალურ სივრცეში, ვინც იცის დრაკონების სამყოფელი. ხო, რატო ეხლა იცით, იქ მისვლა არ არის ესეთი ადვილი, იქ ცოტა ისა უნდა გაიარო რაღაც სპეციალური გამოცდები, იქ უნდა
ან უნდა მსხვერპლად შეეწირო. ესე იგი, როგორ არის, ეხლა ნახეთ, ეს დრაკონი გამოჩნდება ხოლმე, როცა მსხვერპლ შეწირვა მიმდინარეობს და ეს გოგო დაწვება, როცა მსხვერპლ შეწირვა მიმდინარეობს და ამ დრაკონს თუ შეუყვარდი მე, ხო? შეიძლება ცოლათაც მოგიყვანო. ბოდიშით მეგობრებო ძალიან გამეცინა შეყვარებული ვარ. ბოდიშით მეგობრებო ხომ ხედავთ, აი გულღვიძლიდან ამომივიდა ყველაფერი ისეთი შეყვარებული. ანტიკრისტეს კი ამეფებენ და რას აღარ აკეთებენ, რომ ლამაზად შეფუთონ, რომ არ გამოდის, ეგ არის უბედური. ხო, უი, მეგობრებო, გუშინ სად ვიყავით თქვენ არ იცით? გუშინ ვესტუმრე კაენს. ჩემს ეტლზე შემომდგარა თურმე ეს კაენი. ხო და მეც არ დავაყოვნე ეხლა, როგორ მეთქვი, ჩემს ეტლზე შემომდგარა ეს კაენი. წავედი სასწრაფოდ, მივედი. ბიჭო მეთქი, შენ რო ჩემს ეტლზე შემომდგარ ხარ და აქ დაგიღია პირი, ამდენ ხალხში, რომ მღერი და რაღაცას ვითომ, უკრავ, მოიცა მეთქი, აბა ეხლა ჩამოიხსენი შენი ნიღაბი, უთხარი, პირდაპირ და მე მომღერე მეთქი რა და მე დავისხე სიმღერა. ხალხი ისე აღბრთოვანდა, კინაღამ გაფრინდა. ხო და მე ვიფიქრე რომ მოდი მეთქი, გადავცემ მიკროფონს ისევ კაენს თქო. და თქვენ იცით ხო, ზუსტად ისე გაარტყეს ერთ-ერთში კაენი შავი იყო, რა ვიცი ესე ამბობენ და მართლაც შავი დააყენეს იქ დედამიწის თავზე. ეს დედამიწა კი არა მეგობრებო, ეს იყო გოგრა გადაქცეული დედა ეტლად, ჩემს ეტლად, ხო. ხო და როდესაც ნიღაბი ჩამოიხსნა, გამოჩნდა მისი ნამდვილი სახე. სახე ჰქონდა ასეთი, შავი, კუპრივით შავი. ხო და მე გამახსენდა ლამაზმანი და ურჩხული და ლამაზმანი, აი ერთი გვერდ ვიდექით. მეგობრებო, ისეთი საოცარი შეგრძნება იყო. ვფიქრობდი ხა მოვისვრი მეთქი ამას ჩემი ეტლიდან, მაგრამ რა ვქნა, ღმერთმა დასწყევლა ის კაენის მკვლელი, რომ 7 თაობითო. დაისაჯოს თუ ვინმე კაენს მოკლავსო. ხო და მე თითი აღარ დავაკარე, მაგის ნერვი არ მაქვს თქო, ეხლა კიდე 7 თაობა სად ველოდო, მეთქი მძლივს აღვდექი, მეთქი ქალი. ხო და წამოვედი მე რა მაგის თავი არ ქონდა და მაგის ნერვი იქ ისეთი ხმაური იყო. წამოვედი სახლში და ეხლა აქ სახლში არ დამაყენეს, თურმე არ ჩამოსულა ეს ტრამპი, დონალდი და თავისი ხმლით ჩემს გადმოსაცემად დავიღალე, მაგრამ რას ვიზავდი უნდა მიმეღო ეს, თქვენ ხედავთ როგორ ვიცინი ვარ ტრამპთან, როდესაც ხმალს გადმომცემს ის, ხო და მან კიდე რაღაცა შემეძლო, მე ღამით რომ ჩაბუჯექი ისევ ჩემს სერიალს. დედა, ღმერთო ჩემო, სულ დამავიწყე ყველაფერი, ჩემო ბიჭმა, ნახეთ რა გამოხედვა აქვს, ღმერთო ჩემო, კიდევ ერთხელ უნდა განახოთ. კიდევ ერთხელ ნახეთ. საოცარი ადამიანია, საოცარი. აქ ეხლა კიდე არ ჩანს იმდენად, რამდენადაც საოცარია თვითონ. ხო და ეგრევე დავასკრინშოტე, მეთქი, სადღაცა ხო უნდა მქონდეს სამახსოვროდ, მეთქი, მისი სახე. იქნებ დამავიწყდეს, მეთქი მერე და ხო, დამავიწყა ყველაფერი მეგობრებო, მერე დამეძინა, მერე გამეღვიძა და რას ვხედავ, დილით მაღვიძებენ, შემოდიან, ჩქარაო. მოსული არისო ისრაელის პრეზიდენტიო და რა დროს ისრაელის პრეზიდენტია, მეთქი, გამანებეთ თავი, დამაძინეთ, ჩემს ოცნებებში ვარ წასული, მეთქი, ამ ბიჭის ოცნებაზე, მეთქი, დღე და ღამე ხო და არაო განსაკუთრებული ზღვენი აქვს მოტანილიო და იმას ვერ გავუშვებთ ხელიდანო, თამარ ახსდექიო და წამოვდექი სარეცელი და რას ვიზავდი მძლივს წელი მткиო და მაგრამ და
მოკლედ რა ამ ოქროს გამო ამაყენეს და ამსვეს ტახტზე რა როგორ შეიძლება რა ვქნა ეს ხო სამშობლოს ჭირდება ხალხო ეს ხომ ამას ხო სამშობლოს გამო ვაკეთებ მე ხომ საერთოდ არ შევიწუხებდი მაგ ოქროს გამო თავს მე დავწვევოდი ჩემს ლოგინში ის არის ელზე ვიწვევოდი ისევ და ვიფიქრებდი ამ ბიჭზე მაგრამ რა ვქნა არც ეს არ მაცადეს როგორც მაშინ იყო 824 წლის წინ ისე ხდება ახლაც მე მგონი და დავიღალე მეგობრებო ეს გვირგვინი აუცილებლად ვიღაცას უნდა გადავცე ჩქარა გამოჩდით ვინმე თორე არ ვიცი დამღალა უკვე ამ გვირგვინმა რა თან ძიმია კაცო რა ეხლა კიდე გვირილები დაამატეს ხო და რა ვიცი მეგობრებო ნუ მოკლედ მე არ ვიცი მე დამაბერა ამ ქვეყნის ამბებმა რა ამ ბიჭს კიდე ლამაზი გოგოები უყვარს ახალგაზრდები და ეხლა უნდა გავახალგაზრდავდეთ გამოჩნდით ძალიან გთხოვთ ვინმე გადმოგცეთ ეს ჩემი გვირგვინი თორე არ ვიცი აღარ მინდა მე ესეთი მსახურება კაცო დავიღალე ამ ერის მსახურებით ძალიან რთული დავალება არის და მომბეს და ყელში ამოვივიდა 800 წელი გავიდა ბოლოს და ბოლოს ხომ ხედავთ მეგობრებო იმდენად მძიმე ტვირთია ამდენი ადამიანი მიხურებთ არც ერთმა აიწიეთ ხელი მე მომეცი ეს გვირგვინიო რა არც ერთმა როგორ შეიძლება ნუ აი გაუგნებული ვარ ნუ თუ არ გინდათ ჩემი კეთილდღეობა დავიჯერო თქვენ არ გინდათ რომ მე ვიყო თავისუფალი ისე როგორც ჩიტია თავისუფალი არ გინდათ ვიცი რომ არ გინდათ თქვენ სულ წოყავად ჩემს მკხრებზე ეკიდეთ და ეხლაც გინდათ ესე გააგრძელოთ ხო გინდათ ხო ჩემ ხრებზე დაკიდება აღარ მინდა გადაკრით გადაგფერთხავთ იქით კაცო გავანებეთ თავი მე წავედი ჩემი ცხოვრებით ვიცხოვრო აწი აბა გამოჩნდით მეთქი ჩემს გვირგვინს თქვენ გადმოგიბარებთ და დავისვენებ დამასვენეთ მე 800 წლის წინ რომ სატან ჯუელი მაქვს გავლილი აღარ მინდა ეს ჯუელში ყოფნა მე მინდა ახლა ჩემს დრაგონთან წავიდე და იქ ვიცხოვრო მასთან ერთად 900-ზე იქით არ გინდათ რომ დრაგონს გავყვეთ სოლად ხომ ვიცოდი ეგეც ვიცოდი თქვენ როდის გინდოდათ რომ მე ყოფილიყავი ბედნიერი ახლა მოგინდებათ ჩემი ბედნიერება ამ გასაჭირის ჟამს თქვენ მე ხელიდან გამიშვებთ თქვენ მე დამანებებთ ჩემს როგორ იცახიანით ყია ხოლმე ჩემს ყაიდაზე ცხოვრებასო თქვენ მე დამანებებთ არა თქვენ ხომ გინდათ რომ სულ დედიკო მგიგეთოთ ფაფები და ლობიო თქვენ გინდათ ხო აღარ მაქვს მაგის ნერვები შვილებო დამასვენეთ აწი ხომ ხართ დაყარეთ აგერ ხართ ამ ქვეყანას აზედა აწი თქვენ მიხედეთ თქვენს თავებს მე წავედი ჩემს დრაგონთან ჩემი დრაგონი როგორ მიყვარს ეს დრაგონი რა თვალები აქვს ნახეთ რა თვალები აქვს მე მის თვალებში ვიკარგები მეგობრებო სულ მავიწყებს ყველაფერს ნახეთ იცით რა ქვია მას მეგობრებო ამ ფილმის მიხედვით მას ქვია აშერი მაგრამ ეს აშერი რაღა იყო კაცო ეთყობა სხვა რაღაცა ქვია და მათ ვერ გაიგეს უბრალოდ კარგად ეს სახელი აშერი რაშერი სხვა საქმეა აი ჩემი რაშიც მეგობრებო გამოჩნდა ჩემი რაში ხო თურმე რაში ყოფილა საქმე ახლა ჩემო კარგებო არ გეწვინოთ მე ჩემს გვირგვინს გიტოვებთ ვინც გინდათ იმან ატარეთ
იმან აიღოს, იმან გაიყოს, ვისაც გინდათ, იმას გადაეცით, მე ჩემი გვირგვინი მოვიხსენი თავიდან და დაგიდეთ წინ. ახლა მე ჩემო კარგებო, მივდივარ ჩემ პრინცთან. გაიგეთ? კარგით? ხო. ხომ არ გეწყინათ, მეგობრებო? ვიღაცებს გული დაწყდათ. არა, მეგობრებო, არა, ესე არ შეიძლება. საკმარისად გემსახურეთ, ბევრი საქმეც გაგიკეთეთ, ყველაფერს თამარის სახელი გვია. აწი, დამასვენეთ მეც. კარგით? კარგით, ხო? აჰა, ამ ბოლო ჟამსაც აღვსდექი. აჰა, ეს არ იყო ადვილი საქმე. ამ საქმეს ჩემს გარდა ვერავინ გააკეთებდა. ხო და მეგობრებო, ახლა თქვენ გააგრძელეთ ჩემი საქმიანობა, კარგით? სიკეთე და სიყვარული წერს, მაგრად მევასები თამარ, რა კარგად ერთობიო. სიკეთე და სიყვარულო, რომ იცოდე, მე ჩემ ცხოვრებაში არასდროს გავრთობილ ვარ, გამირთვია, არ ვიცი როგორ უნდა ვთქვა, მაგრამ გეტყვი ერთ რამეს, მე ყოველთვის ჩემი ერის წინაშე თავს ვალდებულად ვგრძნობდი. სულ მისთვის ვმუშაობდი, ჩემი პირადი ცალკე გადავდე, გვერდზე გადავდე, სულ დამავიწყდა, მაგრამ ახლა მოვედი გონს და მივდივარ ჩემს რაშთან. აშერთან. ხო, ჩემს დრაგონთან. გართობაზე რა მოგახსენო? არასდროს მქონია ეგ ფუფუნება მე, ჩემო საყვარელო, სიკეთე და სიყვარულო. ვისაც გინდათ გვინი, განი ვირი, განი ვინის. წაიღეთ, მომაშორეთ, წაიღეთ, შენ ვეშრი და შენია. დედუფალო, მოდი, უნიონი შენია. მოდი აქ შენევა, მოდი აქ შენ რა უნდა გიყო, ტრაკზე უნდა გაგწყებლო. შენ რომ გაგვაჩინე და შენ რომ ვეშვი, მერე რო დაგხარე ესე და წახვედი, მე კი არ მგავხარ, შენ კი არ გგავარ, ახლა მე ვიხსნი გვირგვინს და მივდივარ, შენ კი დაგვბლოკე და წახვედი. სად მიდიხარ, თუ კარგად ადგილზე მიდიხარ, მეც წამიყვანე, არა მზია, მე მივდივარ დრაკონებთან, იქ ცოტა ცხელა და ცოტა ცივა, იქ ვერ გაუძლებთ თქვენ დრაკონები, რთული, ასატანი არიან, მხოლოდ ჩემი გამოცდილი გუნება აიტანს მათ წნეხს. ნაკითხი ხარ ამ ჩლუნგ ხალხს, რას გააგებინებ. ნაკითხი ვარ გაკითხული, თამარი ვარ, მეფე ქალი, დედოფალიც აქვე ვარ და პატარა გოგოც და როგორ იძახიან? სეფექალი? პატარძალი. რა ვიცი, მე რაც კიდე ის დამარქვით კაცო, მაგას რა მნიშვნელობა აქვს? მე ხო ვარ, ისა ვარ, ვინცა ვარ. ისე, როგორ კარგად იცის ხელოვნურმა ინტელექტმა უკვე ყველა ჩვენ თითოულის შინა განი, რომ პირდაპირ ის ტიპი გამიჩალიჩა, ვიზეც გადავერთვე.
პირდაპირ ის ტიპი გამიჩალიჩა. ამ ბიჭში მეგობრებო, მე არ ვიცი როგორ გააჩალიჩეს, მაგრამ ჩემს თავს ვხედავ. რა ვქნა, ჩემი ტყუპისულია. ხოსო. ნაკითხი ვარ, ნაკითხული, გაკითხული, მოკითხული. მოიხედე აქეთ ვაევა. ვაევა? ევა, შენი ბრალია, ჩვენ რომ ცალკე დავდივართ. ევა, შენ ხარ დედა, შენ იყავი ღმერთთან გაუჩინე შვილი, მერე თავში იხეთქე ეგ ვაშლიც და მისი შვილიც. ნეტა რა გინდოდა ევა, მაგრამ რა უნდა გექნა? ღმერთმა შეგაცდინა და მერე გამოგკეტა. სადა კაცო ნეტა? ედემში თუ ედემს გარეთ? გამოგაგდო ევა, მერე ადამიანსაც წიხლი ჰკრა და კარი მოიკეტა. ნეტა რა ღმერთია ევას. ეგ რომ ვაშლი სხვა რამია, იასნია. აუხრა რითმული იყო ეს ლექსი. ეხლა რითმული ლექსი უნდა ვთქვა. იმ ღმერთმა რომ ევას სცა იმ ამბავს ვაშლი დაერქვა. მერე ევას დააბრალეს ამანქნაო იმასთანო. ხო, ღმერთებმა გადაწყვიტეს ეს არ შეიძლებაო. ქალო ევა რაკენიო შეაცდინე ღმერთი. ხო და ღმერთმა გადაწყვიტა ევასთვის თვითი დაექნია. ევამ არც იქ, არც აქეთ, არც აცია, არც აცხელა უთხრა. აი, ჩააფურთხეთ ყველა ღმერთმა ერთად. მე წავედი, კარგად იყავ. იახვეც და ელ აშერიც. მოიცადე, ელ იმას რა ერქვა? რა ერქვა იმას? აბრამი რო შეაცდინა რა ქვია იმას? ელ აშერ მე მგონი, ხო? ელ შადაი. იახვეც და ელ შადაიც მე წავედი გველთან ერთად. გც ის არის ელ ელიც არის. მოიცადე, გც ის არის, განიც არის, ენიც არის, ხო? აი ესე უფრო განიც არის, ენიც არის, ხო და მერე გაბრაზდნენო ეს იახვე და შადაი ერთად მოითათბირეს, მოდი ვუქნათ ამას კაი, ხო და მერე ელ შადაიმ და იმ ელ იახვემ ღმერთმა განდა ენის ველის ღმერთებს რაღაც კანალი გადუკეტა. რა კანალი გადუკეტა? ის კარები დაუკეტა, ხო. ის კარები დაუკეტა მერე გველმა დიდხანს სცადა ამ კარების
გატეხვა, მაგრამ ბოლოს მოიფიქრა, რად მინდაო იქ შიგნით ნეტა გარეთ ევასთან ერთად ააშენა 64 ის ღმერთები გააცვიფრა, მათაც უნდათ აქ. დამეხმარეთ აქ. რა უნდათ აქ? მათაც უნდათ აქ მოსე? კაი, იყოს მოსე. მოიყვანეს მოსე კაცი, შეიყვანეს ეგვიპტეში, მერე უთხრეს შენიაო ეს ქალდეაც და ხეთეთიც. ხო და მოსემ მერე სცადა ამ ყველაფრის მისაკუთრება თუ მიტაცება, სცადა, მაგრამ რაღაც დროზე მაინც ხელიდან უძვრება. მერე რა უძვრება? რა ქვია ამ ლექციას? ამ ლექციას ქვია ტრანსცენდენტული აზროვნება. ელშადაი იაკობთან მიცუნცულდა, სწრაფად უთხრა, მაგ ბავშვებს ჭუჭუებზე დააჭერით წინა კუდა. ხო და მერე ჭუჭუს თავებს გადაინახავს შადაი, იქ რომ ივლენ სულები, ნახავენ თავის კანებსა. მერე რას იზავენო? ვერ ირითმება რა, ეს ღმერთების ამბავი ვერ ირითმება საერთოდ რა. მოიცადე რა, მომაშორეთ მაგ ღმერთები კაცო, ეხლა წავედით ჩვენ ადამიანებთან. ეხლა გითხრათ, ამ დრაკონს შეუყვარდა ადამიანის ქალი. მაგრამ არ შეიძლებოდა ამ დრაკონის დაქორწინება ამ ქალზე, ადამიანის ქალზე, იმიტომ რომ როდესაც ის დააორსულებდა ადამიანის ქალს, ადამიანის ქალის მუცელში წარმოიშობოდა სიცოცხლე, რომელსაც ვერ გაუძლებდა იგი, მაგრამ რა ეკნა დრაკონს? დრაკონს შეუყვარდა ქალი და მაინც მოიყვანა ცოლად. ქალსაც შეუყვარდა დრაკონი და ისაკვირველება, მან დაიძინა მასთან და იმ ღამითვე გარდაიცვალა ქალი. და შემდეგ მოვიდა 3 ფერია, რომელმაც ნახა რომ მუცელში სიცოცხლე ერია, ხო და მერე წაიყვანეს ეს ქალი ადამისაი, გააცოცხლეს, რაღაც უქნეს, იმჩხიბავეს, რავი. აი ჰუი. ხო, ეს ქალი რომ გამოცოცხლდა, ნახა მარტო იყო მხოლოდ არც დრაკონი მის გვერდზე და არც ის კაცი იყო მის გვერდზე. რა ქვია მაგ კაცს? რა ერქვა? მოიცადე? რაში კი არა და რაში ხო იყოს რაში კაცო. არა მოიცა რა ერქვა კაცო, რაში კი არ ერქვა და რაღაცა. ხო. მერე ძალიან დამწუხრებული იყო რაში და ეძებდა ქალს, ეგონა რომ ქალი გარდაიცვალა და ასაფლავა ამან ეს ქალი. იქ ბოროტი ქალებიც არიან, დრაკონი ქალები, რომლებიც ერჩიან ამ ადამიანის ქალს და არ უნდათ რომ ამ რაშზე დაქორწინდეს, იმიტომ რომ იმათ უნდათ რომ ამ რაშზე დაქორწინდეს, მაგრამ ამ რაშს შეუყვარდა ეს ქალი რაქნას, მის სიახლოვეში თავს კარგად გრძნობს ბედნიერად და მერე ხდება ისე რომ ეს გოგო, რომელიც წამოიყვანეს ამ 3 ფერიამ, თუ ვინ წამოიყვანა არ ვიცი ზუსტად, ეხლა მართალი გითხრა, უბრალოდ ბებიასთან მივიდნენ და ბებიასთან არიან ეს ფერიები, რომლებიც გადაარჩენენ ამ გოგოს და გააჩენს შვილს. ხო და მოდის დრაკონი ჩამოვიდა დედამიწაზე ამასობაში, ესენი ადამიანები ოქროებს აგროვებენ, რომ ისცენ ამ დრაკონებს და რა მოხდა მერე? მოხდა ისე, რომ ამ გოგოს უკვე შვილი ყავს, დიდი შვილი ყავს, მონად არის ქცეული,
ურტყავენ, მოკლედ, ცუდ დღეში ამყოფებენ და გამოივლის რაში. ყველას ეშინია რაშის, ყველაზე ძლიერი დრაკონია. ყველას რწის მის წინაშე, მხოლოდ მის ძმას არ ეშინია მისი. ხო და მეგობრებო, დაემალება ეს გოგო, რადგან იცნობს ამ რაშს. რაში კი ხდება ეს ხომ არ არის, მაგრამ იმალება ეს გოგო. მაგრამ ეს ბავშვი მას გავს, ხო და საინტერესოა ეს 5 წელია გასული მას შემდეგ და ეს რაში მაინც ეძებს ამ გოგოს, უყვარს რაქნას არც ერთი ქალი არ უნდა სხვა, ვის არ მოუყვანენ, რას არ ეცდებიან, მაგრამ არ უნდა მას სხვა ქალი. ხო და ხდება ისე, ჩემო კარგებო, რომ ეს გოგო თავის საფლავთან არის მისული და ნახავს. თურმე რაში ყოფილა საქმე, თურმე დაასაფლავეს, თურმე მათ ის მოუკლავს, თურმე იმიტომ არ მოდის მის საძებრად რაში. და აი ამ დროს, როდესაც თავის საფლავთან დგას, ეს გოგო გამოჩნდება რაში. დაინახავს ამ გოგოს და ჩაეხუტება, გავხარდება ძალიან, რომ ის ისევ იპოვა და ის რომ ცოცხალია, როგორ ატყუებდნენ თურმე ამდენ ხანს მისი ქალები, რომ ეს მკვდარი იყო ეს გოგო. ხო და დასჯის, ყველას ცეცხლში დაწვავს. მერე რა ხდება არ ვიცი. გაგრძელება იქნება. ხო კაი, რაღაც ძალიან საინტერესო სერიალი გამიჩით ეს ხელოვნური ინტელექტით. ხო იცი ის ექნია ხოლმე უცბად ინტელექტით ხელოვნური. ჩემს იმებს ისმენენ. აი ძალიან საინტერესო რაღაცა მე როგორც რასაც ვაკეთებ Facebook-ზე, YouTube-ზე, რასაც ვპოსტავ, იმის მიხედვით მოაკოწიწებენ ხოლმე ინფორმაციას და უცბად შეთხზავენ იმებს რა, ფილმებს, ნებისმიერ ინფორმაციებს, ვიდეოებს, მას მერინებენ რა, რომ აი თამარ, შენ ხომ გინდა ეს რომ ნახო და მეც ახლა რა ვქნა, ხო, მინდა რომ ნახო და ვხედე. ოიცადე კაცო, გამახსენეთ ამ ბიჭის სახელი, რაში არ ქვია. რაში არ ქვია, მოიცა იქნება რომ შევხედო, მერე გამახსენდეს. რა გქვია შენ? ეხლა არ თქვი შენი სახელი. არ ვიცი, დამავიწყდა, ამომივარდა თავიდან. ეს მოყოლილი არის ჩვეულებრივი ანუნაკების ამბავი, მეგობრებო რა. ეს არის რა, როგორც იყო რა, ანუ რატო არ შეიძლებოდა რომ შერეულიყო მათი სისხლი, მათ სხვა სისხლი ჰქონდათ და დღესაც ეგრე არის. ახლა არის რეზუს დადებითი, რეზუს უარყოფითი სისხლი. რეზუს უარყოფითი სისხლი რომ შეერიოს რეზუს დადებითი სისხლს პირდაპირ დაშლის ადამიანის სისხლის ფორმულას და არ შეიძლება. იგივე იყო. ეხლა კი შეერივნენ რაღაცა მოხდა იქ მუტაციები ისინი, მაგრამ სულ თავიდან ეგრე იყო. სავარაუდოდ რეალურად ამ ანქელიოსებს, ანუნაკებს, რომლებიც ჩამოსული იყვნენ დედამიწაზე, მართლა შეუყვარდათ ეს ადამიანის ქალები და მერე დასაჯა ღმერთმა ამის გამო, რომ შეუყვარდათ რა, ეხლა სიყვარული არ იცის იმ ცივსისხლიანმა და ვისაც შეუყვარდა, იმას მერე დაცემული დაარქვეს, გესმის? დაცემული ანგელოზები. სიყვარულში რომ დაეცემიაზე ხარ, დებილები. და მერე ისინი ღმერთები არიან რა, ვინც დასაჯა მერე ესენი. რატო დასაჯე, რა ჩემ ფეხები გინდოდა ვერ გავგე, ან რატო მოდიოდი ამ დედამიწაზე, ან რატო ქმნიდი ამ მონა ადამიანს?
მაგრამ რეალურად ზუსტად ეგ არის. ლამაზმანის და ურჩხული და ლამაზმანის ამბავი ზუსტად მაგას ყვება, რომ ამ ლამაზმანის, ანუ ადამიანის ლამაზები გამოვიდნენ, ხო არის ნათქვამი, ანუ ლამაზები გამოვიდნენ ადამიანის შვილებიო რა, ქალი შვილებიო. და ზუსტად ეგ არის ნაგულისხმები იმ ლამაზმანშიც, რომ ლამაზმანი ასხვანაირებს იმ ანუნაკს, ანუ მასში შეაქვს ემოცია, მასში შეაქვს სიყვარული, მასში შეაქვს გრძნობა. მანამდე ისინი გათიშულები არიან და მხოლოდ რაღაცა აი მატერიის გამო შეუძლიათ ერთმანეთი დახოცონ და დაჭამონ რა. მაგრამ აქ სხვა რამე ხდება. აქ ხდება უკვე ემოციის გაღვიძება იმათში, რაც არ ევასებათ დანარჩენებს რა, იმიტომ რომ ისინი ვერ აღვიძებენ თავის თავში ემოციებს. მე პირდაპირ ვიტყოდი რა, ეს გაბრიელი, მიქაელი, სარიელი, რომლებიც მოდიან დედამიწაზე, რომ ის ანქელიოსები დასაჯონ, რომლებიც შეერივნენ ადამიანის ქალიშვილებს, აი ისინი არიან ცივსისხლიანი პირდაპირ ამოვაყირავებ ახლა იმ რეალობას, რომელშიც დღემდე გაცხოვრებდნენ, ცივსისხლიანი ზუსტად დრაკონები რა, რომ შეუძლიათ რომ აბსოლუტურად ყველაფერი გაანადგურონ და საერთოდ ვერ გაიგონ რა არის სიყვარული რა. ეხლა როდესაც ადამიანი ეუბნება რომ ბიჭო შემიყვარდა ეს ქალი და მინდა რომ დავქორწინდი ამაზე, ხო? აქ ვცხოვრობ ამ დედამიწაზე 200 წელია უკვე აქ ვარ. მაგის დედავატირე, ხო? მინდა ვთქვათ იმ ადამიანთან ვიყო, რომელი ადამიანთან მიმართაც გამიჩნდა გრძნობა. არა, ეს უფალთა უფალმა არ დაუშვა. აკრძალა დედაც მოსწყუნია იმ უფალთა უფალს, რომელმაც აკრძალა გრძნობა. მართლა დედაც მოსწყუნია იმ უფალთა უფალს რა, რომელმაც გრძნობაში ჩადგა და თქვა, რომ არა, უნდა დაისაჯოს ყველა, წარიყვნეს თავი მისნი ქალთა. დაწოლის შენ, ანუ ადამიანთა ქალებთან რომ დაწუნენ, თავი წარიყვნეს. წარგეტყვნას თავის და შენი არსებობა, საერთოდ ვინც სიყვარულის შორის ჩადგება, მაგათი დედაც ჯეკ. ასე რომ ზუსტად ეგ არის მოთხრობილი რა. ეს ზღაპრები არ გიგონოთ მეგობრებო, ეს არის რეალურად. ის ამბავია მოთხრობილი. რომელ ამბავშიც არის, აი ხო დრაკონები არის გადმოცემით დრაკონებად ასახეს, იმიტომ რომ იმათი სისხლი იყო სხვანაირი რა. სისხლი უბრალოდ სხვანაირი იყო. აი ცივსისხლიანები იყვნენ. რატო იყვნენ ცივსისხლიანები? იმიტომ რომ გაეთიშათ ყველანაირი გრძნობა სულიწმინდასთან. იმიტომ რომ ფულს დაეხამნენ და აი სწორედ რა პროცესიც ხდება ლამაზმანისა და ურჩხულის ფილმში ის უნდა მოხდეს. პროცესი უნდა მოხდეს. ლამაზმანმა ურჩხული უნდა გარდაქმნას, ისევ დაუბრუნოს თავისი ადამიანური სახე. უნდა დაუბრუნოს, სხვა არანაირი შანსი არ არსებობს სხვა გადარჩენის რა. თუ ვერ მოახერხებს ლამაზმანი, ანუ ადამიანის ქალი, ამ ცივსისხლიან რეპტილოიდების გონს მოყვანას და გრძნობის შეტანას მასში, ხო? ჩათვალეთ, რომ არანაირი გადარჩენა არ არსებობს, დაღუპულია ყველაფერი, ყველა სივრცე და ყველა კარი. მეგობრებო, აი დაფერილი ტუჩებით და დაბერილი ძუძუებით ვერ იზავთ მაგათ. დრაკონებს განსაკუთრებული სპეციფიური აზროვნება იზიდავთ. როგორი? აი თქვენ რო სიგიჟეს უწოდებთ. ისეთი. ხოლო დანარჩენ ქალებს მხოლოდ ლუკმად იყენებენ, რო იცოდეთ რა. ჩვეულებრივად ჭამენ. როგორც არის ასახული ყველა იმ მოთხრობასა თუ მითში, ჭამენ. ჩვეულებრივად ჭამენ. თუ ქალს არ აქვს განსაკუთრებული ცნობიერი, ჩვეულებრივად შეუძლია ჭამოს დრაკონმა ადამიანი. და გამოგიდეს აგერ ეპშტაინის ფაილები. ხო?
ხო და თქვენ უყურეთ ახლა ჩემ შაშავებულ თვალებს და გიჟურ ლაპარაკს, ხო, ესეთი ლაპარაკი ევასებათ დრაკონებს რა ვქნა. რა ვქნა, მხოლოდ ის გადაგარჩენთ, მეგობრებო, ცნობიერი, ტრანსცენდენტალური და არა მონური. მონები არ ევასებათ, მონებს ჭამენ, ჩვეულებრივად ჭამენ. გინდ ზეზეურად, გინდ სულიერად, ყველანაირად ჭამენ. და თქვენ გონიათ, რომ დრაკონები დღეს არ არსებობენ? მათ მიიღეს ადამიანების სახე. დიახ, რომ აღარ შეშინებოდათ ადამიანებს მისი. აქ კიდე სხვა არის ქიმია. ეს ჰორმონი, რომელიც გამოიყოფა რაღაცა აზროვნების შედეგად. აქ არის თუ უყურებთ ჩემს ლაივებს, დუალური წყვილების ფორმულა დევს იქ. დრაკონებს ევასებათ დუალური ფორმულა, ან დუალების ფორმულა. დუალების ფორმულა არის ესეთი: შენ არ ემორჩილები მათ. შენ თუ მათ ემორჩილები, შეუძლეთ შეგჭამონ, პირდაპირ გადაკლაპონ. მაგრამ ევასებათ ესეთი რამ, არ ემორჩილები მათ? ევასებათ. ემორჩილები მათ? გჭამენ. გეშინია მათი? გჭამენ. რაღაცა გათვლებს აკეთებ მათით? გჭამენ. ჩვეულებრივად კაციჭამიები არიან, იცოდეთ რა. მხოლოდ ერთ შემთხვევაში არ არიან კაციჭამიები, თუ კი დაიმორჩილებთ. ავატარი იქ ტყუილად არ არის, რომ შემოაჯდებიან ხოლმე იმ დრაკონებს და რომ დადიან. უნდა გააბა ემოციური ძაფი მათთან. თუ შენ გაექცევი, ვერავის ვერ გაექცევი, დრაკონს გაექცევი, შეგჭამს. შეგეშინდება, შეგჭამს. დაემონები, შეგჭამს, ადრე თუ გვიან შეგჭამს. მოკლედ, ერთი გზა გაქვს მხოლოდ რა. და ისიც ქალს. კაცებს მაგისი შანსი არ აქვთ მხოლოდ, რომ დრაკონებს თავი შეაყვარონ. მხოლოდ ადამიანის ქალებს აქვთ დრაკონებს შეაყვარონ თავი. და თუ კი მათ ის შეუყვარდათ, ყველაზე ძლიერი დრაკონი. თუ კი დაიმორჩილენ. უნიონი შენია, შენვე შვიდა შენია, მზეც და მთვარეც შენია, დედუფალო მოდი. აი ეს არის, ზუსტად ეგ არის. გაიხსენეთ რას ყვებოდი ხოლმე თამარ მეფეზე. რვინიტი რა, როდესაც თამარი დაკარგა. ეს იყო ჩვეულებრივი დრაკონი, რომელიც უკვდავია და დღესაც ცოცხალია. ახლა მეგობრებო, დრაკონების სულაზე არ უყურებენ შენ, ჩაშავებული თვალები გაქვს, დეჩებული ტუჩები გაქვს, თუ დიდი ძუძუები გაქვს. ეგ სულ არ აინტერესებთ დრაკონებს, რო იცოდეთ. დროა გამოფხიზლების, ქალებო, დროა გამოფხიზლების. არ ვიცი კიდევ როგორ გელაპარაკოთ, მაგრამ ვინც იგებს, ვისაც ყური აქვს, სასმენად იგებს, ვისაც თვალი აქვს, ხედავს და ვისაც ცხვირი აქვს, ყნოსვის უნარი აქვს. ვისაც ენა აქვს, ლაპარაკობს და ვისაც კბილები აქვს, ჭამს. ვისაც თმები აქვს, მიმღებია. აბა რა გითხრათ კიდე? ვისაც ტვინი აქვს, აზროვნებს, ვისაც გული აქვს, შეუძლია გრძნობები. რა ვიცი კიდე რა გითხრათ, ჩემო კარგებო, რითი გაგახაროთ, რა მოგიყვეთ? ხო, სად წავიდა ჩემი გვირგვინი?
ჩემი გვირგვინიმო, ხო ვიღაცამ მკითხა შენი ინაუგურაციის მომენტი რატომ გამოგვაპარეო, ჩემო მეგობრებო, არ გამოგაპარეთ. ეს იყო 824 წლის წინ. იმ დროს ნუ გამახსენეთ, ძალიან საშინელი დრო იყო. თანაც საერთოდ არ ვიყავი კარგ ხასიათზე და მოდი დავივიწყოთ ეს ინაუგურაციის თემები 824 წლის წინანდელი. კარგით? უბრალოდ მიიღეთ ისე როგორც გთავაზობთ ყველაფერს. თუ არ მიიღებთ, ტრაგზე მაკოცეთ. რომელ ტრაგზე? ერთი მაქვს მხოლოდ. დევები ახლად ცოცხლები არიან. ზოგმა მიიღო ადამიანების სხეული, ზოგმა ვერა და ღამღამობით გამოდიან საჩინოზე. მე არ მინახავს ჯერ დევები. შეიძლება არიან კიდევაც. მე ჯერ არ მინახავს. დედოფალო მოდი, წავედი ახლა მე. გაკოცეთ.